დავბრუნდით მეგობრებო პირდაპირ ეთერში 9:25 წუთი ამ სასიამოვნო მუსიკის შემდეგ ჩვენ ერთგვარად გვიწევს ცოტა დავსევდიანდეთ იქიდან გამომდინარე რომ ცნობილი ქართველი მეცნიერი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა 2 დღის წინ და ჩვენ გვინდა რომ გავიხსენოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ცნობილი მეცნიერი იმ ადამიანების მეშვეობით რომლებიც მას იცნობდნენ რომლებსაც ჰქონდათ მათთან ურთიერთობის საშუალება და ერთ-ერთი პირველი რომელიც ახლა ჩვენთან სატელეფონო ხაზზე გახლავთ არის ქეთევან სადღობელაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლე შემოქმედებით ჯგუფის ეპოქის მთავარი პროდიუსერი და თუ არ ვცდები ერთ-ერთი პირველი თუ ერთადერთი ადამიანიც კი ახლა ქეთი უკეთესად გვეტყვის რომელმაც მოახერხა ბატონი ბაჩანასგან ინტერვიუს აღება იმიტომ რომ მას არ უყვარდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა ქეთი დილა მშვიდობის გამარჯობა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქეთი ბუნებრივია უნდა გავიხსენოთ ბატონი ბაჩანა და მოდი გავიხსენოთ შენი პირველი შეხვედრა ამ პიროვნებასთან ეს იყო 20 წლის წინ ძალიან დიდი დრო გავიდა მაგრამ ისეთი მასშტაბური ადამიანისთვის როგორც ბაჩანა ბრეგვაძე 20 წელი ალბათ არის პირობითობა მე დავიწყე მაშინ ეს ავტორო გადაცემა იყო ჩემი პირველ არხზე ეს იყო ეპოქა და რა თქმა უნდა მაშინაც ესე იოლი არ იყო ბატონ ბაჩანა ბრეგვაძესთან ურთიერთობა და მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო ბატონი არჩილ გოგელია რომელიც მეგობრობდა და ძალიან დიდი მეგობრობა ჰქონდათ მათ და ბატონი არჩილის მეშვეობით მოხდა ეს რა თქმა უნდა და როგორც იქნება დაგვთანხმდა ბატონი ბაჩანა დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ მის მეგობართანაც და მახსოვს რომ 2 თუ 3 შეხვედრა ჰქონდა იმიტომ რომ მაშინ სინათლე იყო გრაფიკით და რამდენჯერმე შუქი გამოირთო გადაღებების პროცესში და მინდა გითხრა რომ აი საშინლად ნერვიულობდა მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არის ერთადერთი სრული ვიდეო ჩანაწერი მაშინაც კი ძალიან ბევრს ეგონა რომ აი და არ ყავდათ ნანახი ბაჩანა და აი ეხლაც კი როდესაც ამ ჩანაწერს ნახო ყველას გონია რაღაც მაშინაც ესე იყო რატომაც ბიბლიური პერსონაჟი მართლაც ბიბლიური პერსონაჟი იყო და მინდა ვთქვა რომ ესეთი განმანათლებელი როგორც ბატონი ბაჩანა იყო ალბათ საქართველოს ყავდა აი ძველი განმანათლებლები მართლაც იმიტომ რაც შეძლო ერთმა ადამიანმა იმას ალბათ 5-10 ადამიანის სიცოცხლე დაჭირდებოდა იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია ეს კოლოსალური არ მიყვარს ესეთი სიტყვები მაგრამ აი მსოფლიო ხელოვნების და კულტურის შედევრები რომელიც მან მშობლიურ ენაზე დაუტოვა ჩვენს ქვეყანას და არარსებობს ადამიანი ნუ ციგნიერებზე აღარ ვამბობ 1-2 ციგნიც რო აქვს საკითხულ და ნაზიარებია რაღაცას რომელიც ბაჩანა ბრეგვაძით არ ეზიარა ამას იმიტომ რომ დაწყებული პატარა უფლისწულიდან და დონკიხოტიდან ალბათ ყველას ქონდა შეხება ბაჩანა ბრეგვაძესთან და მის სახელთან რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია იმიტომ რომ ამ ადამიანის გარეშე რა თქმა უნდა იმ დიდ კულტურას იმ ფილოსოფიას იმ ნააზრებს ვერანაირად ვერ შევეხებოდი ჩვენ და გარდა ამისა ერთი რაღაც მინდა ვთქვა რომ ამას ქონდა არაჩვეულებრივი თანდართული კომენტარები შენიშვნები ყველა თარგმანზე რომლითაც ის გიოლებდა შესვლას ტექსტი რაც შეეხება ამ გადაცემას როდესაც გავიდე ეთერში დამირეკა და მითხრა რომ ძალიან ხო სანამ მოვიქნები უცოცხალი ნუ გაუშვებთ ამ გადაცემას ძალიან შევწუხდი ვიფიქრე რომ რაღაცა საშინელება გავაკეთე და რატომ მეთქი არ მოგეწონათ თქო და არა ეგ არაფერს შეეშარებ ძალიან მომეწონა უბრალოდ ძალიან დიდი გაურება დამემართავ რომ უყურებდი საკუთარ თავსო ვინ არის ეს ადამიანი ვისი ხმით ლაპარაკობსო აი აბსოლუტურად გაუცხოება მქონდა და ესე დაემართავ ტოლსტოისო რომელსაც კინო მოუსწრო და რო დაინახავ თავისთავი ეკრანზეო გაგიშდაო ეს მუჟიკი ატარებს ჩემს უსო და რაღაც ესეთი გაუცხოება მქონდაო საერთოდ ძალიან მთხოვა გეხოცებით რომ აღარა ჩვენოთ ეს აღარ მინდა რომ მე შევხედო რეალურად გავიდა ეს გადაცემა ქეთი ეთერში კი რა თქმა უნდა არა მარტო ერთხელ გავიდა ეთერში იცით რა არის 20 წელი მაინც ფირისთვის რა თქმა უნდა 20 წელია და რაღაცები არის სადაც ცოტა სენსი ხო ტრეკი ვერ იჭერს და ამიტომ
ვაპირებ რომ გადავამონტაჟო კი არა და ხო გავასუფთავო და ალბათ ხვალანს ეგ უკვე ანონსით იქნება როდის რომელსაც იქნება და ძალიან კარგი იქნება მივადევნებთ ყველანი თვალს და ქეთი მას შემდეგ მოგეცა ბატონ ბაჩანასთან როგორც მედიის წარმომადგენელს ურთიერთობის საშუალება მე ერთი ინტერვიუ მქონდა კიდე ჟურნალში მასთან და ვერე უკვე სადაც ხვდება რა თქმა უნდა ურთიერთობა მქონდა და მე ვიყავი მისი მკითხველი და ეხლა ვფიქრობ რაც დრო გავა ჩვენ მეტი საშუალება მოგვეცემა ბაჩანა ბრეგვაძესთან ურთიერთობის ყველა იმ წიგნის მიხედვით რომელიც მან დატოვა და ეს არის მართლაც ისეთი საგანძური რომელსაც გვერდს თუ აული ადამიანი მე მგონი ვერ შედგებოდა ამიტომ ძალიან ისეთი აიცით რა არის ბაჩანა ცხოვრობდა რაღაცა მარტვილი ჩაკეტილი იმას ამბობ თვითონაც ამბობდა რომ აი იმ გადაცემაშიც ამბობს რომ მე არ ყოფილიყავიო თარგმნელიო ალბათ კალიგრაფი ვიქნებოდიო წიგნებისო იმიტომ რომ ყველაფერი წარმოიდგინეთ თქვენ როდესაც წიგნი არ იშოვებოდა საქართველოში მიდიოდა ბაჩანა პეტერბურგში ბიბლიოთეკებიდან იწერდა წიგნებს იმენაზე რვეულებში და ჩამოქონდა და მერე თარგმნიდა სავსე ქონდა ასეთი რვეულებით სახლი წარმოგიდგენია თქვენ მართლა წარმოუდგენელია სამასშტაბის ადამიანი იყო. მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა ძველი აი მთაწმინდელების რაღაც ესეთი სულ ესე მგონია თვითონაც ესე ცხოვრობდა აი არ იყო ხო გეუბნებით აი ეს ინტერვიუც კი რომელიც ჩვენ გადავიღეთ როგორც ჩავწერეთ იცი აი ისე ნერვიულობდა რომ უკანკალებდა ეს იყო მისთვის უბრალოდ ვერ გაუტეხა ხათი მეგობრს ესე მოხდა მითხეს რომ რაღაცა ჩანაწერები არის კიდევ აი პატარ სადაც თქვა საბამი იყო რაღაცა ქონ ალბათ არის სადღაც რამე და ეს ძალიან კარგი იქნება მხოლოდ რომ შეიკრიბოს ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა ქეთი სადღობელაშვილს ვესაუბრობდით პირდაპირ ეთერში მადლობა რომ გაიხსენეთ ბატონი ბაჩანა და ის გადაცემა რომელშიც ჩაწერეთ იგი და მოვიდრე მომდევნო პროსტად სტუმარს ჩვენს ეთერში დავუკავშირდებით აღნიშნოთ ის რომ ბაჩანა ბრეგვაძეს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური ფილოლოგიური შრომების და მსოფლიოს ფილოსოფიური რელიგიური ესთეტიკური სოციოლოგიური ისტორიული და ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დედნების ენიდან არის შესრულებული და ნამდვილად ძალიან დიდია ამ ადამიანის ღვაწლი იმ სფეროებში, რომელშიც მოღვაწეობდა და ვისაც ახლა შევეხმიანებით, გახლავთ ზვიად კვარაცხელია, გამოცემლობა ინტელექტის რედაქტორი, გამოცემლობა ინტელექტი ბოლო დროს ინტენსიურად ბეჭდავდა ბატონ ბაჩანა ბრეგვაძის შრომებს. ზვიადი უკვე ხაზია, დილამშვიდობისა ზვიად და დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, ვისალმები რადიო მსმენელს. გამარჯობა და ვისაუბრობთ ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ, სამწუხაროდ ვიხსენებთ უკვე მას ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას. თქვენი მასთან პირველი შეხვედრა შეგიძლიათ თუ გაიხსენოთ და რაც თავარია ის რომ ბოლო დროს ინტენსიურად თანამშრომლობდით, ამაზეც მოგვითხროთ. პირველ ყოვლისა მე მინდა მივსამძიმრო ოჯახს და ქართველ მკითხველს მთელ საქართველოს ბაჩანა ბრეგვაძის უმაღლესი რანგის და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ შეუცვლელი ადამიანის გარდაცვალება ეს იყო გიორგი მთაწმინდელის რანგისა და მასშტაბის მოღვაწე რომელმაც შეიძლება ითქვას ეს ცარიელი სივრცე ბევრი ფილოსოფიური სამეცნიერო მხატვრული ლიტერატურის უახლესი თუ კლასიკური ნაწარმოებების უთარგმნელობით გაჩენილი ცარიელი სივრცე შეავსო და ბევრი ისეთი რანგის ნაწარმოები შემოამატა ქართულ ლიტერატურას, რომელიც რომ არ ყოფილიყო ბაჩანა ბრეგვაძე ჩვენს ენაზე არ იარსებებდა, ქართულად არ იარსებებდა. სულ რამდენიმე დასახელებაც კი ყმარა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ თუ რა მასშტაბის შრომა გასწია ბაჩანა ბრეგვაძემ, თუნდაც რო ვთქვათ მარკუს ავრელიუსის ფიქრები, ბლეს პასკალის აზრები, პოლ ვალერის სულის კრიზისი, ასევე შეიძლება ითქვას
ნეტარი აუგუსტინეს ახსარებენ და გარდა ამისა რომ ის წყინვალეთ თარგმნიდა სხვადასხვა ენებიდან ამ წიგნებს რომელიც ქართულ ენაზე ჩნდებოდა უკეთებდა მართლაც შეუფასებლად მაღალი დონის კომენტარებს სამეცნიერო აპარატურას, ამიტომაც ცალკე მნიშვნელობისაა მისი სამეცნიერო შრომები და მისი დამსახურება როგორც დიდი მეცნიერის. ჩვენ გვეამაყება გამომცემლობა ინტელექტი ამაყება რომ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებთან ერთად გამოსცა მისი პირადი ჩანაწერები და ეს წიგნი ბოლო წლების ჩანაწერები გამოიცა ჩვენი სერიით ინტელექტის ჩანაწერები, ესე ქვია სერიას ჩანაწერები და ეს არის ბაჩანა ბრეგვაძის ფიქრები, ბაჩანა ბრეგვაძის ინტელექტუალური საუბრები, ინტელექტუალური ჩანაწერები, და ჩანაწერები მის ყოველდღიურობაზე. ასევე ჩვენ გამოვეცით ბაჩანა ბრეგვაძის მიერ შესრულებული საკმაოდ მნიშვნელოვანი შრომა შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის პროზაული ვერსია, რომ ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო სკოლისათვის და სერიითაც გამოიცა ინტელექტის სკოლას, რომ ფაქტობრივად ურთულესი და შეიძლება ითქვას უმადური საქმე. ესეთი რომ ვეფხის ტყაოსნის პროზაული ვერსია შექმნა თან არა შინაარსი მოყოლით, არამედ სიტყვა სტროფი მიყვა ფაქტობრივად მთელ ამ პოემას და მკითხოს კიდევ ერთხელ საშუალება მისცა რომ უფრო ახალგაზრდა მკითხოს სკოლის მოსწავლეს რომ უფრო უკეთესად და უფრო სიღრმისეულად ჩაწვდეს სკოლის ასაკში შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნას. ჩანაწერებზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, როდესაც ამ წიგნზე მუშაობდით საკმაოდ საინტერესო იყო ამ წიგნის მომზადების პროცესი. თვითონ ბატონ ბაჩანა ძალიან განიცდიდა რომ მისი ფოტო უნდა წასულიყო გარეკანზე, რადგანაც არ მიიჩნევდა საჭიროდ რომ გარეკანზე შეიძლებოდა მისი ფოტოს გასახვა, რადგანაც როგორც ქალბატონმა ქეთიმ აღნიშნა, საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი იყო და ჩtildeში უყვარდა ყოფნა და მართლაც შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის რომ დაგვეთანხმებინა გარეკანზე რომ გაგვეშვა მისი ფოტო და საბოლოოდ ეს წიგნი ასე გამოვიდა. მე ძალიან მეამაყება ეს ფაქტი რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გამომცემლობა ინტელექტი და გამომცემლობა არტანუჯი თანამშრომლობდა ბაჩანა ბრეგვაძესთან, როგორც მწერალთან, როგორც თარგმნელთან, როგორც უდიდესი მასშტაბის მოაზროვნესთან და ფილოსოფოსთან და რა თქმა უნდა ქართულ მკითხველს აქვს საშუალება იმისა რომ გაეცნოს მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომელიც არის მართლაც ფასდაუდებელი, თუნდაც პლატონის შრომები რომ ავიღოთ, რომ არ ყოფილიყო ბაჩანა ქართულ ენაზე, ბაჩანა ბრეგვაძე ქართულ ენაზე არ გვექნებოდა პლატონი. არ გვექნებოდა ორტეგა ი გასეტი, ჩემი საყვარელი წიგნი შეიძლება ითქვას მასების ამბოხი და უამრავი რამ ხატული ლიტერატურა თვითონ პირად საუბარში არაერთხელ უთქვამს რომ ყველაზე დიდი სიამოვნება იმ წიგნებიდან რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა მას მიანიჭა სერვანტესის დონ კიხოტის თარგმნამ. როდესაც თარგმნინდიო მთელი თარგმნის პროცესი რაღაცნაირი ხალისითა და სიხარულით იყო სავსეო და ჩემთვის ჩუმად ვიცინოდი კიდეცო და იმასაც ფიქრობდი მოდი სხვებმა არ და მინახო რამე არეგონოთო და თვითონ მიიჩნევდა რომ ეს სერვანტესის დონ კიხოტი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი იყო მისი თარგმანებიდან და ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საინტერესო პროცესი მასზე მუშაობის პერიოდი. ასევე მისი ხატრული თარგმანებიდან რა თქმა უნდა შეიძლება ხატრული ლიტერატურის თარგმანებიდან რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას და აღინიშნოს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული, ევრიპიდეს ტრაგედია მედეა აუცილებლად
და ჰენრი გიბსენის დრამების თარგმანი. ერთი სიტყვით ბაჩანა ბრეგვაძემ ჩვენ დაგვიტოვა მართლაც ფასდაუდებელი განძი, რომელიც უნდა წაიკითხოს, რომელიც უნდა წავიკითხოთ, რომელიც უნდა გავეცნოთ, რომელსაც უნდა ვისწავლოთ, თუნდაც ის, რომ ერთმა ადამიანმა აი ამ ასეთი დონის და ესეთი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შეძლო. ძალიან დიდი მადლობა ზვიად, რომ ესე ცლად ისაუბრეთ ბატონ ბაჩანას შრომების თარგმანების შესახებ, რომლებიც გამომცემლობა ინტელექტმა ბოლო დროს ინტენსიურად დაბეჭდა. დიდი მადლობა, გემშვიდობებით თქვენ საუკეთესო სურვილებით. ზვიად კვარაცხელია გამომცემლობა ინტელექტიდან გახდა ჩვენთან ხაზზე და ეხლა როდესაც უსმენ აი მეორე ადამიანი, რომელიც საუბრობს ჩვენთან სატელეფონო ჩართვაზე პირდაპირ ეთერში, მახსენდება სულ ასეთ ადამიანებს, როცა იხსენებენ გურამ დოჩანაშვილის ფრაზა ერთ-ერთი მისი ნაწარმოებიდან, ის იყო ჩუმად კარგი ადამიანი. და ზუსტად ალბათ ბატონ ბაჩანას შეესაბამება იგი ყველაზე მეტად და აი ამაში დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ მორიგი სტუმარი დაგვეხმარება ნინო გეგეშიძე, რომელიც შემიძლია წარმოადგინოს როგორც ბატონ ბაჩანას უმცროსი მეგობარი, იგი გაიხსენოს მას როგორც პიროვნებას. ნინო უკვე ჩვენთან სატელეფონო ხაზია, დილა მშვიდობის. მშვიდობის ეკა, ძალიან ხარ ვარ დაგიმალო და ძალიან რაცა სიამაყის გრძნობით ავივსე მისი უმცროსი მეგობრად რომ მომეხსენიეთ. მეგობარი იყო ის თავისი შვილებისთვისაც და თავისი შვილების მეგობრებისთვისაც, ამას ნამდვილად სწორად აღნიშნეთ თქვენ და მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, შეიძლება ეს ძალიან ჟღერს ბანალურად, მაგრამ მართლა ესეა, იმიტომ რომ მე და ჩემს მეგობრებს ისეთი ასაკი გვაქვს, რომ ჩვენი სტუდენტობა და საუკეთესო წლები დაემთხვა 90-იან წლებს, აი მალბეძით რაღაცა საშინო პერიოდ საქართველოს ისტორიაში. ჩვენთვის ჩვენი კლუბი, გართობა, განათლება ეს ყველაფერი იყო ჩვენი ოჯახები. ერთმანეთის ოჯახებში ვიზრდებოდით, ერთად მეცადინეობდით, ერთად ხალისობდით, მღეროდით და ასე შემდეგ. იქ ვაწყობდით საღამოებს, იქ ქონდა კონცერტები, კონსერვატორიის სტუდენტებს და ასე შემდეგ. და ბაჩანა ბრეგვაძე ეს იყო კაცი, რომელიც აი ჩემი სამეგობროსთვის იყო ესეთი ნათელი წერტილი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით. მოგეხსენებათ, მაშინ ინტერნეტი არ იყო, ეხლა ნებისმიერ ჩემი შვილი დაჭდება და თუ რამე სიტყვა ვერ გაიგო, მე აღარ მეკითხება, ეს ყოველთვის თვითონ პოულობს. მაშინ არ იყო ესეთი სიტუაცია და ჩვენ როდესაც აი ლიტერატურას ვკითხულობდით, ჩვენი რეფერატებისთვის, დიპლომებისთვის უამრავი რაღაც ახალი ტექსტი გვხვდებოდა, ავტორი, სათაური და არ ვიცოდით ხოლმე ეს რა იყო, დროც ცოტა იყო და ბაჩანა ბრეგვაძე იყო ჩვენი ესე ვთქვათ მოსიარული ენციკლოპედია. ხო, ნუ გუგლში რო ჩაწერის კიდევ გიგდებს ნუ რაღაცა ყველანაირი ინფორმაცია და იქიდან შენ თვითონ უნდა მიხვდე რა არის შენთვის სასარგებლო და საჭირო. მან კი ზუსტად იცოდა რა ინფორმაცია, რა სახით, რა კუთხით, რა პოზიციით უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის, რომ ის ჩვენთვის სასარგებლო ყოფილიყო. ამ ინფორმაციას უამრავი სხვა არ მემოყვებოდა. რისი თქმა მინდა, მე რო ესეთი ადამიანები ბევრი არ არიან და მე არ ვიცი რა ნიშნით გამომარჩია ღმერთმა, რომ აი ესეთი ადამიანის ოჯახში ფაქტურად გავიზარდე, თამამად შეგვიძლია ვთქვა. დიახ. მიწირდა ის ოჯახს ჩემ თავსაც შევამძიბრებ, იმიტომ რომ ეს ციტრარი ჩუმად კარგი ადამიანი. ეს ჩუმად წავიდა, ისე რომ არავინ არ შეაწუხა, მაგრამ ამ კაცის მნიშვნელობაზე მე ხო ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ფაქტია, რომ წლები გავა და კიდევ უფრო კარგად დაინახავს ქართული საზოგადოება. ნამდვილად კიდევ რაც უფრო დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება მისი ღვაწლი და აუცილებლად აღნიშნოთ ნინო ის, რომ 11 თებერვალს ქონდა ბატონ ბაჩანას დაბადების დღე 80 წლის შესრულდა. დიახ და ესე რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც, რაც რა თქმა უნდა, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ მის მკითხველებს, მისი შრომის დამფასებლებს ბუნებრივია, რომ ძალიან დაგწყდა გული და იმედი დავიტოვოთ, რომ აუცილებლად მედია მიაქცევს ძალიან დიდ ყურადღებას უკვე შეიძლება არ ვიცი
ვიცი, დაგვიანებით ვერ ვიტყვი მის შესახებ ასე თუ ისე ფლობთ ბუნებრივია ინფორმაციას, მაგრამ აი ახლა უფრო განსაკუთრებით წარმოჩინდება ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა შეიტანა თარგმნილობით საქმიანობაში, იმ დარგებში, რომელშიც მოღვაწეობდა ფილოსოფია, ფილოლოგია და უფრო მეტად დაფასდება. ძალიან დიდი მადლობა ნინო, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში. მე დიდხანს არ დაგაყოვნებთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ესეთ ახლობელ და საყვარელ ადამიანზე დიდხანს საუბარი პირდაპირ ეთერში განსაკუთრებით და იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენ კიდევ ხშირად დავუკავშირდებით ერთმანეთს და ხშირად ვისაუბროთ ბატონ ბაჩანას შესახებ, იმიტომ რომ ეს პიროვნება ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მხრიდან დიდ ყურადღებას. სოფო, ჩვენი სტუდიის ყველა თანამშრომლის სახელით მიუსამძიმროთ ოჯახს და სრულიად საქართველოს ასეთი ღირსშესანიშნავი ადამიანის გარდაცვალება. მე შევახსენებ ჩვენ მსმენელს, რომ ბატონი ბაჩანა დაჯილდოვებული იყო ორგზის ღირსების ორდენით ორჯერ 1995 და 2005 წლებში. სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას, ასევე ორგზის და დავით აღმაშენებლის პრემიები. და ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რადიო 2-ს ვინც წინა წლებში აქტიურად უსმენდა, რადიო 2-ში მუშაობდა ანი ბრეგვაძე, სწორედ მისი შვილი, ბაჩანა ბრეგვაძის შვილი გახლავდა, შესაბამისად ჩვენი მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, ხმის რეჟისორები აი ყველანი იცნობდნენ ბატონ ბაჩანას და ჰქონდათ ანის მეშვეობით მასთან ურთიერთობის საშუალება და მესმის იმ გულის ტკივილის, რომელიც ახლა გააჩნია მთელს ჩვენს რადიოს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ძალიან სევდიან თემაზე მოგვიწია საუბარი, მაგრამ ამ ფაქტს ვერ გამოვტოვებდით ვერაფრით და აუცილებლად უნდა გაგვეხსენებინა ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე ტალღაზე FM 102 და 4. მოდით შეგვიძლია ჩვენ ახლა მუსიკას დავუთმოთ ეთერი.